ქუთაჰის მოსახლე მეუფეშიო, უბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი და ფოთის და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. იმისთვის, რომ პირველივე ტურში გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 20 ხმა. თუ ერთ-ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში იქნება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატ შორის კენჭისყრა. ახალი პატრიარქის ვინაობას მეუფე ანანია გამოაცხადებს, რადგან სწორედ ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე. ინტრონიზაციის თარიღი ცვალ გამოცხადდება. სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი. ეზოში დასწრება კი ნებისმიერ სოფელს შეეძლება. 1200-მდე დელეგატი იქნება. სტუმრების მიღება დილის 10 საათი და 12 საათამდე მოხდება, რის შემდეგაც ტაძარში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და კენჭისყრისთვის მზადება დაიწყება. საეკლესიო კრებაზე სიტყვით გამოვლენ როგორც საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე მათი ეპარქიიდან წარმოდგენილი დელეგატები. კრება ტელევიზიით ნაწილობრივ გაშუქდება, კერძოდ პირველი არხის პირდაპირ ეთერში იქნება საეკლესიო კრების გახსნა. კენჭისყრის პროცესი